კომუნიკატორი პირდაპირ ეთერშია. ეს ახლა ის დროა, როდესაც ჩვენ თქვენთან კომუნიკაციისთვის ვიყენებთ ხოლმე, ასე რომ გაიხსენეთ ნომერი 24930 დარეკეთ და მოგვიყავით თქვენთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი ამბების შესახებ, ან უბრალოდ მოგწერეთ Facebook-ზე და ჩვენ ავტომატურ რეჟიმში ამ ყველაფერს პირდაპირ ეთერში უკვე წავიკითხავთ, მაგრამ სანამ თქვენ დაგვირეკავთ, მანამდე რამდენიმე აქტუალური ამბავი გვაქვს მომზადებული, რომელიც დაჩი მოამზადა სპეციალურად თქვენთვის. ჩვენ როგორც იცით, ხშირად საუბრობთ ხოლმე აფხაზეთზე და ხშირად გაჩვენებთ ნებისმიერ სიახლეს, ან ვიდეო რგოლებს, ან ფოტოსურათებს. ამ შემთხვევაშიც შეგვიძლია შემოგთავაზოთ ახალი ფოტოსერია, რომელიც აფხაზეთში ერთ-ერთმა ტურისტმა გადაიღო. შეგვიძლია აქ ძალიან ბევრი ფოტოტესტი შეგვიძლია ეს ნელ-ნელა მივყვეთ და ნახოთ რა ხდება იქ და როგორი სიტუაცია. მე მგონი ძალიან დრამატული გარემოა, რასაც ახლა მე აქ ხედავ და რომელიღაც ფილმის სცენას უფრო მომაგონებს. მიტოვებულია ბევრი ადგილი ძალიან. ყველა ფოტოები პრინციპში რაც ბოლო პერიოდში ვრცელდება აფხაზეთიდან ძალიან გავს ერთმანეთს, სიმპტომატურია, მაგალითად ეს კადრები, ანუ მიტოვებული შენობები, რომელიც ხადია, რომ ადრე რაღაცა მნიშვნელოვანი იყო, ესეთი მიტოვებული და აბალახებულია. არქიტექტურაც იმდენად ძალიან კარგი არქიტექტურა აქვს, რასაც ხედავ და ეს უპატრონოთ, აბსოლუტურად უპატრონოთ არის მიტოვებული. ჩემთვის ეს ყველა ფოტო ასოცირდება ხოლმე რაღაც გარკვეულ დროში გაყინულ ეტაპთან, რომელიც რაღაც გარკვეული პერიოდის შემდეგ აღარ განვითარდა და პირიქით ინგრევა და ინგრევა. სამწუხაროდ მე ყოველთვის მიჩნდება ხოლმე ესეთი ჩერნობილის ასოციაცია იმდენად. ანუ ესეთი მიტოვებული ტერიტორიები ძალიან ბევრგან არის. სხვადასხვა ქალაქები არსებობს, მაგალითად იაპონიაშიც ერთ-ერთი ესეთი ქალაქი, რომელიც სრულიად მიტოვებულია და ესეთი პოსტაპოკალიფტური რაღაც მიტოვებული სამყაროს შთაბეჭდილებას ტოვებს. მრავალ ფილმშიც გვინახავს ესეთი კადრები და ესეთი სამწუხარო რეალობის წინაშე ვართ დღეს, ახლა რასაც ვხედავთ, არქიტექტურულად ძალიან მნიშვნელოვანი შენობებია, საკმაოდ დიდი დროის და აი ამ მდგომარეობაში იმყოფება ახლა. ძალიან ბევრი ფოტოა, ამ ფოტოებს ამ ლინკს აუცილებლად დავდებ ჩვენ გვერდზე და შეძლებთ რომ ნახოთ მთლიანად და ათვალიეროთ